დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ, მოგიგითხავთ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ და მე ახლა მინდა ერთი მოკლე ჩართვა გავაკეთე, ძალიან მოკლე რა. შალვა კეკელია დაბლოკეს Facebook-ზე. ცუკერამ დაბლოკა და ძალიან განიცდის შალვას ვიდეო რო დაბლოკეს Facebook-ზე. შალვა კეკელი ასევე განიცდის იმას, რომ შეუვარდნენ ეკლესიაში და აგინებენ ეკლესიას. შალვა კეკელი ასევე განიცდის იმას, რომ პირდაპირ პატრიარქს არ აგინებენ თურმე. ილია მეორეს პატრიარქს არა, ილია მეორე ქვია მაგას. პატრიარქი არ ქვია მაგას. იცით რა არის, მეგობრებო? რა უკვირთ? შალვა კეკელია, რა გიკვირს? რა გიკვირს? არ ხარ ქვეყნის მოღალატე. ქვეყნის მოღალატეს მიწოდებენო. არ ხარ ქვეყნის მოღალატე. როდესაც ქრისტე ზუსტად იცი, რომ იერუსალიმში კი არაცვეს ჯვარს, არამედ საქართველოში და მაინც იმას გაიძახი, რომ იერუსალიმიდან ჭამოვიდა წმინდა ცეცხლი, ქვეყნის მოღალატეობა და არ ითვლება ეგ შალვუკა? შალვუკა? ქართველს რომ არ გავხარ, არც ეგ არ ითვლება ქვეყნის მოქალაქედ შალვუკა. წვერები კი მოგიშვია, მაგრამ ამ წვერების უკანაც არ იმარება იუდეური სისხლი რომ გაქვს შენ ურიების. ქვეყნის მოღალატეა ის, ვინც არ აღიარებს, რომ ქრისტე იყო ქართველი და ქრისტე აცოს საქართველოში ურიებმა ჯვარს. და არსად სხვაგან იქ, სადღაცაც წმინდა ცეცხლი რო გადმოედინება, ვითომ. ქვეყნის მოღალატეებო, მოგაკითხათ მიქელ გაბრიელმა? რა გიკვირთ? მადლობა თქვით, რომ თავი არ გაგიტეხეს და მადლობა თქვით, რომ კისერი არ მოგამტრიეს. მადლობა თქვით, რომ თავი არ მოგაჭრეს და მადლობა თქვით, უფალს მადლობა შესწირეთ, რომ კიდევ დაგინდეს ქართველებმა, ქვეყნის მოღალატეები რომ ხართ. არ გინდათ რომ აღიაროთ, ხო? ხო და მოგიწევთ. შალუკა, გამაგრდი შალვუკა, გამაგრდი. აღიარება მოგიწევს. ასე რომ მეგობრებო, ყოჩახთ, მე მიამაყებით თქვენ, როგორც იქნა გამოფხიზლდით. საგინებელი უნდა ვაგინოთ, საქებელი უნდა ვაქოთ. ასე რომ ვინც გასწია საქართველოს პატრიარქობა, ის ვადიდოთ. არა ილია მეორე მეგობრებო, არა. ილია მეორეს პატრიარქობა არ გაუწევია საქართველოსთვის. ილია მეორეს მხოლოდ მოღალატეობა გაუწევია საქართველოსთვის და ყველას მოეკითხება. ყველას. ყვერას. ყვერას მოეკითხება. ხო. მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო. დადგა ის ჟამი, როდესაც ყველა მოღალატე, ყველა გამყიდველი, ყველა მტაცებელი ფრინველი თუ ცხოველი დაემხობა, თავიანთი პოსტებიდან ჩამოვარდება, ენოქის წიგნის თანახმად და ენოქის წინჭვრეტის თანახმად, ყველანი გასამართლდებიან. არა, კი არ გასამართლდებიან. ყველას განაჩენი გამოიტანება ეხლა თვით უზენაესი ღმერთის მიერ. და თქვენ თუ კიდევ ვერ მოხვედით აზრს შალვუკა და თქვენნაირებო, ხო? ილია მეორეს ჩათვლით. მაშინ უკვე დაიგვიანეთ, მეგობრებო, აწი აზრზე ვეღარ მოხვალთ, აწი აღიარებას ვეღარ მოახერხებთ, ამიტომ ფრთხილად იყავით. ის რაც მოიხვეჭეთ, ფუჭი იყო. როგორც ფუჭადაც მოვიდა, ისე ფუჭად წავა. ფრთხილად იყავი, ფრთხილად, შალუკა, ფრთხილად. შენ მაინც გადაირჩინე თავი და მოდი გონს. ილია მეორეს აწი მამაზე ციერიც ვეღარ მოიყვანს გონს. სამწუხაროა. მაგრამ რა ვქნათ, ასე აირჩიეთ, თქვენი ნება იყო ეს. თქვენი არჩევანი იყო ეს. ჰოდა მოგიკაკუნათ მიქაელმა და გაბრიელმა. თქვენი დასასრულია. გეყოთ ამდენ ხანს მართლობა, გეყოთ ამდენ ხანს ხალხის მონობა, გეყოთ ამდენ ხანს წყვილებში ცხოვრება, გვეყო უკვე, აღარ გვინდა, ჩვენ ქართველები ვართ.
და ქართველები ყოველთვის ვიტყვით სიტყვას იუდეველებო. გაიგეთ? წადით თქვენს ქვეყანაში. იქ გააქვთ თქვენი მიწა, რომელსაც წმინდა დაარქვით, ხო და წადით იქ. იქ წმინდა მიწაზე წადით. ჩვენ აქ ვიქნებით, აქ ჩვენს წმინდა მიწაზე. კარგით? შალვოკა. ჩუნჩულა. ფუშუშა. გაბრაზდი შალვოკა? წყევლა დაიწყე თურმე შენც? ოი. ღმერთმა შეგინდოს. ეხლა ნახეთ მეგობრებო, ოხ. ღმერთი სამართლიანია. დიდება უფალს. ღმერთი სამართლიანია და მოვიდა ის დრო. თქვენ არ გიჯერათ, მაგრამ მოვიდა. აგერ ხედავთ, ფაქტის სახეზეა, მოვიდა. მოგიკაკუნათ იმ დრომ, რომელზეც გაფრთხილებდით. მე ვინ ვარ, რომ გაფრთხილებდით, მაგრამ მაინც ხო გაფრთხილებდით. მაინც ხომ გაფრთხილებდით და ყურად არ მიიღეთ. არა, მე დამაიგნორეთ, ხო? ოკეი, ახლა ღმერთი მოგივლით. მადლობა უფალო, მადლობა ყველაფრისთვის. უფალი დიდია მეგობრებო. დიდება უფალს, დიდება მამას, ძეს და სულიწმინდას, ჩვენსას. არა მათსას, მათ რომ გადაგვიკეთეს. ჭეშმარიტ მამას, ძეს და სულიწმინდას დიდება ყველას გამოაფუცხუნებს, ვინც არ იმსახურებს თავის ადგილს, იმ ადგილიდან, სადაც შემძვრალი და უბრალოდ შემძვრალი. ქართველების ხარჯზე გამძღარი და ქართველების ხარჯზე მეორედ მოსვლა გადატანილი თურმე. აღარ გადავიტანთ მეორედ მოსვლას. გამოვიძახეთ. შალვუკა, გამოვიძახეთ მეორედ მოსვლა. ქართველებმა აღარ გვინდა მადლობების მოხდა, აღარ გადავიტანთ მეორედ მოსვლას. არა. ასე რომ გიხაროდეთ მეგობრებო, მეორედ მოსვლა დაწყებულია და ამენით იესო ქრისტე არის ჩვენთან. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე ჩადგება. სამართალი პურს ჭამს. გიხაროდენ. დღეს კიდევ შემოგიერთდებით მე ცოტა მოგვიანებით და ახლა დაგემშვიდობებით. შალვუკა, ფრთხილად იყავი შალვუკა, მე მაინც მიყვარხარ, მაინც. ახლა მე დაგიმტკიცებთ სიყვარულებს, როდესაც თქვენ ხართ იმ დღეში, რა დღეშიც თქვენ ჩააგდეთ სხვები. მაინც მიყვარხართ, მაინც გულით მიყვარხართ. ამინ, ამენით.